ლეიბორისტებთან აი რა ეს მათ უნდა კითხოთ, თავის გადაწყვეტილებით ისინი გაემეჯნენ ხალხსაც და მოძრაობასაც. უნდა გადადგნენ ძალოვანი მინისტრები, უნდა აგოს პასუხი პრეზიდენტმა, უნდა მოუხადოს ბოდიში დაზარალებულებს და შეურაცხყოფილებს და უნდა გაანთავისუფლონ ყველა ეს უკანონმდებლობები, ის ბიჭები, ვინც მშვიდობიან აქციას ატარებდნენ და მათ ეს კონსტიტუციით გარანტირებული ჰქონდა. კატეგორიული წინააღმდეგები ვართ იმისა, რომ ეს შენობა გაიყიდოს, დაინგრეს, აშენდეს ახალი და თქვენ იქ არ იყოთ. აი ამის წინააღმდეგები ვართ. დილოს კოლექტივი არის ჩვენი რევოლუციური რაზმი, კაი გაგებით, მშვიდობიანი გაგებით. უნდა მოვითხოვოთ პრეზიდენტის პოსტის სამუდამო გაუქმება. აღარ გვინდა ჩვენ ავამტყოფი პრეზიდენტები. შალვა გაუმარჯოს. გაუმარჯოს. Вообще, рассაკეთებს თქვენ გაგიშდით? რა არის? სერიოზულად გეუბნები ახლა ერთ რაღაცას თორსა ღიად ტექსტში გელაპარაკებ. ძალიან სულ რაღაცას იმზადებენ, რომ იცოდეთ. მაგას მე ჯერ ვერ დაუკავშირდი, დაუკავშირდები და შენს უთხარი ჩემ მაგივრად. ძალიან სულ რაღაცას იმზადებენ, და სერიოზული ინფორმაცია მაქვს. ბრალდებული სახით პასუხისგებაში მიეცა. ცოტნე გამსახურდია. ბრალდებული სახით პასუხისგებაში იგი მიეცა ჯაშუშობისთვის და ასევე შეთქმულებისთვის საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. იგივე მუხლების საფუძველზე ბრალდებული სახით პასუხისგებაში მიეცა შალვა ნათელაშვილი. აი საიდანღაც მოგვაწვია ხმა, რომელიღაც სარდაფიდან, სადაც ჩამძვრალია და იმალება ხალხის ბელადმა შალვა ნათელაშვილი. და იძახის, რომ ამომიშვით სარდაფიდან არ დამიჭირეთ. მინდა უთხრა ამოვიდეს არ დავიჭერთ. იმუნიტეტის გარეშე არ დავტოვოთ ბატონ მიხეილს. ავირჩევთ ჯერ საქართველოს თავმჯდომარეს და მერე დატოვოს პარლამენტში. ჩვენ იმუნიტეტი რა თქმა უნდა არ ვჭირდება, ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ხუმრობით რა საუბრობთ იმაზე, რაღაც შალვა აღარ არის პროკურორი, ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ და ჩვენს კაი პროკურორი იყო თავის დროს. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ სხვადასხვა თქვენი მეგობარი კლინტონიც არკანზასის შტატის გენერალური პროკურორია. დაგემაპარაკებით ყველაფერზე, ფერმურზე, იმაზე საქართველოს პრეზიდენტი ბატონი მიხეილი ამჟამად დე-ფაქტო სამჯერ ამომზადა დუშეთში, პრემიერ-მინისტრი სამჯერ ამომზადა დუშეთში, ერთხელ არ უკითხავთ, ვინ ყავთ მაჟორიტარი დეპუტატი. იციან ყველა თემ. არა, რო იციან ბატონო მიხეილ, პრიორიტეტის განსაზღვრა ადგილებზე ვინც აკავთ იმათ არ იციან, მოსახლეობა ხელისუფლებას სთხოვს რომ გაგვიყვანეთ გზაო, ესენი აკეთებენ სტადიონს. ჩვენ დავიწყეთ შევარდნაძის რეჟიმის დემონტაჟი და ძალიან უყვარს რომ ლეიბორისტული პარტია ამ შემთხვევაში აკოშთა შევარდნაძის კანცელარიის ჯონ ბენაძის მიერ დანიშნული გამგებლობის ინტერესების დამცველად. არ მინდა ეს ლეიბორისტული შრომის პარტიის სახელები. ან დაიწყო მოგალაშეთა კავშირი, ან დაიწყო ვარ კანცელარიის პარტია. ხო დაამტკიცე შენ დეტალები გაამხილა დღეს იმყოფება შენი უფროს კანცელარიაში და შეთქმულების დეტალებს იმას აზუსტებს. ამ კაბინეტში ხარ მოვიყვანეთ ჯონ დიბაღათურია მაგალითად და ხوار დავისვა არ შალიკო ნათელაშვილი ან გიორგაძე თავის კოკიტიძის და გადავწყვიტეთ ყველა პრობლემა. ხე ეს ძალიან სასაცილო და უბადრუკი რაღაცა არის. ძვირფასო მეგობრებო, მალე ეს მშვენიერი ქალაქი და ეს ქვეყანა ჩვენი შვილების აღარ იქნება. მიკიტანი სააკაშვილი ყველაფერს რა სტრატეგიულია ყიდის. ბენზინის გაორმაგება და ცხოვრების აუტანელ რეჟიმში გადაყვანა, რასაც აბრალებენ ტაიფუნ კატრინას, ფაქტობრივად გახლავთ ურაგან მიშას ბრალი. დიქტატორი სააკაშვილი გადამდგარია, საგახსნილია, საქართველოს გამარჯვებულია. ხმა მომეცით მარტო მე და ლეიბორისტულ პარტიას და 5 დღეში სააკაშვილის თავს ჩაგაბარებთ იმპიჩმენტის წესით. მშვიდობისა მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. არჩევნებამდე ზუსტად 37 დღე რჩება. პრაქტიკულად მთელი ქვეყანა წინა საარჩევნო
საარჩევნო რეჟიმზეა გადართული და შესაბამისად პრაიმ ტაიმი განაგრძობს პოლიტიკურ პარტიათა პრეზენტაციას მთავარი მესიჯებით, მთავარი ფიგურებით, პარტიული ლიდერებით, წამყვანი სახეებით, მაჟორიტარებით, საარჩევნო დაპირებებითა და ლოზუნგებით. Როგორ ფიქრობთ, ვის და როგორ და ვის სასარგებლოდ შეიცვლება პოლიტიკური ამინდი საქართველოში 21 მაისის შემდეგ? გამოგვიგზავნეთ თქვენი მოსაზრება ნომერზე 1011 და ჩაერთეთ ინტერაქტივში, რომელშიც დღეს ასეთ შეკითხვას ვსვამთ. თქვენი აზრით გაყალბდება თუ ობიექტურად ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები? დღევანდელ გადაცემაში თქვენ ლეიბორისტებს შეხვდებით. ჩვენ უმრავლესობით გავალთ პარლამენტში და პირველივე დღეს პრეზიდენტობიდან გადავაყენებთ მიხეილ სააკაშვილს. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი. მე და მიშა პიროვნული მტრები ვართ 1995 წლიდან. გამოდით და ხმა ლეიბორისტულ პარტიას მიეცით. სხვა ამ ქვეყანაში თქვენი პატრონი არ არის. თუ ამას არ გააკეთებთ, მე აღარ მკითხოთ რა გვეშველებაო. აღარაფერი აღარ გეშველებათ. ეს შალვა ნათელაშვილია თავისი ცნობილი პოლიტიკური პათოსით პრაიმ ტაიმის შეკითხვებს ამჯერად ქართველი ლეიბორისტები უპასუხებენ. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ნოემბრის დღეებში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იგეგმებოდა, თუმცა უკვე ზუსტად ერთ თვეში იგი პრეზიდენტობისთვის იბრძოდა და ახლა პარლამენტში მოხვედრისთვის იბრძვის ცალკე ოპოზიციისგან. ფარული მიყურადების საფუძველზე ბრალდებულია ჯაშუშობისთვის და შეთქმულებისთვის საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. ეს განცხადება ნოემბერში გენპროკურორის მაშინდელი მოადგილის ნიკა გვარამიასგან მოისმინა. სრულიად ქვეყანამ რუსული კვალი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ და მუქარა მის მიმართ ბრალის საყენებაზე. ამ განცხადებების იქით საქმე აღარ წასულა. რა თამაშს თამაშობენ ლეიბორისტები ქართულ პოლიტიკაში? შალვა ნათელაშვილი მთავარ პარტიულ ფიგურებთან ერთად სტუდიაში არჩევნებამდე 37 დღით ადრე რას ვპირდებიან ისინი და როგორ შეცვლიან ქვეყანას თუ გაიმარჯვებენ? მე წარმოგიდგენთ ქართველ ლეიბორისტებს. მივესალმები მათ დიდი სიამოვნებით. საღამო მშვიდობისა. ხოთ ბატონო შალვა ნათელაშვილი საკუთარი პოლიტიკური გუნდით პრაიმ ტაიმის სტუდიაში. ბატონო შალვა, დიდი მადლობა. დიდი მადლობა იმისთვის, რომ იღებს მონაწილეობას გადაცემაში. ძალიან დიდი მადლობა ყველას იმისთვის, რომ მობრძანდით, გვესტუმრეთ სტუდიაში. როგორ ბრძანდებით? ჩვეული პათოსი ლეიბორისტებისგან ჩვენ დღეს კიდევ მოვისმინეთ. გთხოვთ, თქვენ დადგეთ ტრიბუნასთან თქვენს გულთან ერთად. სუვენირს გაჩუქებთ ჩვენი პარტიის გულსაკითით. დიდი მადლობა. გავიკეთებ და მე აი ამ სწორედ ამ საჩუქრით და სუვენირით წავიყვან დღევანდელ გადაცემაში. წევრად ვერ მიგიღებთ ჟურნალისტი ბრძანდები და დამოუკიდებლობის იმიჯს დაკარგავთ, მაგრამ საპატიო წევრი ბრძანდებით. ძალიან დიდი მადლობა. მაშასე ლეიბორისტების ნიშნით მე წავიყვან დღევანდელ გადაცემას, რომელსაც ქვია სახელად სწორედ ლეიბორისტები. ეს არის შალვა ნათელაშვილი საკუთარი პოლიტიკური გუნდით. ჩვენთან ერთად ამ დარბაზში იმყოფებიან ელიზბარ ჯავეიძე, ლეილა გაფრინდაშვილი, ქალბატონი ადა მარშანია. ძალიან ბევრი ძალიან ცნობილი ადამიანი, ბატონი თემურ დოლიშვილი. ცოტა ხანში მე მათ ვთხოვ ასევე შემოუერთდნენ საკუთარი პარტიის წევრებს და გაგვაცნონ რას შეცვლიან ისინი ქვეყანაში თუ კი გაიმარჯვებენ. მანამდე მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში და ვიდრე დავსვავ პირველ შეკითხვას, პრაიმ ტაიმის ტრადიციული გამოკითხვა, 10 შეკითხვა, რომელიც ლეიბორისტების მიმართ არსებობს. ეს არის სპეციალური გამოკითხვა. თამნა გორთამაშვილი განაგრძობს გადაცემას. გისმენთ თამნა. მოგესალმებით ინგა, მოგესალმებით ბატონებო. უკვე შეიძლება ითქვას, რომ ძალიან საინტერესო გადაცემა გველოდება ეს ჩვენს მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რადგან ის კითხვები, რომელიც დაისო, ძალიან საინტერესოა და პასუხი, რომელიც ამ კითხვებს უნდა გაეცეს, ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შემდეგ არჩევნებზე მისულმა ადამიანმა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და იმისთვის, რომ თქვენ ბატონო შალვა შემდეგ ნაწყენი არ დარჩეთ, ნახოთ რა ინტერესებს ხალხს ამჯერად თქვენგან. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თქვენ ხალხზე ნაწყენი იყავით და ამას არც მალავდით. არც ის აუცნობი საზოგადოებისთვის, რომ თქვენ მაშინაც გაბრაზდით, როდესაც ოპოზიციის ლიდერად ლევან გაჩეჩილაძე დასახელდა. როგორ ფიქრობთ, თქვენ რომ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ყოფილიყავით, მოიგებდით? თქვენი ქარიზმატულობის მიუხედავად გადამწყვეტ მომენტში მოსახლეობა არჩევანს მაინც სხვაზე აკეთებს. როგორ ფიქრობთ, რატომ? თქვენი ოპონენტები ხშირად საუბრობენ, რომ ბოლო მომენტში ლეიბორისტული პარტია ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც წყალს ხელისუფლების წისქვილზე ასხავს. მხედველობაში გვაქვს არც სახალხო მოძრაობის დატოვება და მოშიმშილეთა კრიტიკა. რას უპასუხებთ? თუმცა თუ არ ვწდები ლეიბორისტები პირიქით ამბობენ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ასხამსო სწორედ ხელისუფლების წისქვილზე წყალს, რატომ ამაზე ალბათ დღეს ბევრს ისაუბრებთ? ნახოთ როგორ იქნება პასუხი. პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში რომელ ძალასთან ითანამშრომლებთ? ვისთან უფრო ახლოს დგახართ იდეოლოგიურად? კობა დავითაშვილმა ცოტა ხნის წინ თქვენ წამოგაძახათ, რომ ნაციონალურ მოძრაობას რამდენიმე კადრი გამოუზარდეთ. ერთ-ერთი ზაზა ბეგაშვილია. რა კრიტერიუმებით არჩევთ პარტიულ რესურსს, ბატონო შალვა? ახლა თუ ხარ დარწმუნებული გვერდზე მდგომთა ერთგულებაში, ხომ არ მოიძებნება კიდევ ერთი ბეგაშვილი თქვენს რიგებში?
მას გაურბიხართ ოპონენტები იხსენებენ თვითმმართველობის არჩევნებს, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი მიხეილ სააკაშვილს დაუთმეთ. რატომ არ გამოიყენეთ მაშინ შანსი? ხომ არ ნანობთ ახლა? თქვენ ამბობთ, რომ ფული არ გაქვთ, სრულყოფილ საარჩევნო კამპანიას კი სერიოზული დანახარჯები აქვს. ვინ დაგაფინანსებთ? ნაციონალური მოძრაობის ახალ სახეებს ბიზნესმენებს თქვენ მოღალატეები უწოდეთ. ჩვენ გვახსოვს არსენას მოდელი მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს, ასევე გვახსოვს, რომ გაპრეზენტების შემთხვევაში თქვენ პრემიერ-მინისტრის პოსტს ბიძინა ივანიშვილს თავაზობდით. რატომ ივანიშვილს? თქვენი ოპონენტები იმისთვის, რომ საზოგადოებას საკუთარი გუნდი კარგად დაანახონ და არჩევნებში წარმატება მოიპოვონ, სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, ერთნი ერთიანდებიან, მეორენი კი პარტიას ახალ სისხლს უსხავენ. თქვენ რითი მოდიხართ არჩევნებზე, რას თავაზობთ ახალ სამომრჩეველს? როგორია ამჯერად ლეიბორისტული ბრძოლის გაგრძელება? შალვა ნათელაშვილი პარტიაში ახალ სახეებს ერიდება. ეს შეფასება თქვენი განცხადებიდან გამომდინარე გაკეთდა. რისი გეშინიათ ბატონო შალვა? დიდი მადლობა. დიდი მადლობა თამონას. მე ცხადია ამ წუთას არ გთხოვთ ყველა ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას. ეს იქნება შეკითხვები, რომელზეც ალბათ თითოეული თქვენგანი გაგცემს პასუხს. რაც შეეხება ახალ სახეებს, მე პირადად არ ველოდი ბატონი ელიზბარ ჯაველიძის დღევანდელ გადაცემაში დანახვას ლეიბორისტების გვერდით, ასე რომ საინტერესოა როგორ აიხსნება თავისთავად ბატონი ელიზბარის წარმოჩენა ამ გუნდში. მე კი დავიწყებ თქვენთან საუბარს ბატონო შალვა. რა სიტყვით? მოდით დავიწყოთ სწორედ იმათი შეკითხვიდან, რომელიც ეხლა წაიკითხა თამუნამ. პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ მისი პირველი გეგმა იქნება სააკაშვილის გადაყენება. მაგრამ იმისაც, რომ ლეიბორისტები მოვიდნენ უმრავლესობაში, პირველ რიგში ისინი უნდა მოხვდნენ პარლამენტში. გავიხსენოთ უახლოესი წარსული, ჩვენი პოლიტიკური წარსული. რამდენჯერაც იყო არჩევნები, იმდენჯერ შალვა ნათელაშვილი ვერ მოხვდა პარლამენტში. ბოლო ორი არჩევნები მაქვს მხედველობაში. რისი იმედით გადიხართ? ღამემშვიდობისა ჩემო საქართველო, ყველას უსურვებ ბედნიერებას, ლამას, დილას და ისეთ საქართველოს, რასაც ჩვენი გული ყოველ დღე, ყოველ წამს, ყოველ წუთს ფიქრობს, მაგრამ რომელიც ჩვენ აი ამ მხეცური დანაშაულებრივი მთავრობის გამო ჯერჯერობით ვერ მოვესწარით დღემდე, მაგრამ მას აუცილებლად მოვესწრებით. რაც შეეხება პარლამენტში გასვლას, გამოსვლას, უმრავლესობებს და სხვა და სხვა. აი ამ კოლაჟმაც ინგა, რომელიც თქვენ მოამზადეთ ძალიან მაღალ პროფესიულ დონეზე, აჩვენა, რომ ალბათ ევროპაში და მსოფლიოშიც არ არსებობს უფრო რეპრესირებული პოლიტიკური პარტია, ვიდრე ეს ლეიბორისტული პარტია და ჩემი თანამებრძოლები, ვინც აიქაა წარმოდგენილი ყველა. მაგრამ ეს რეპრესიები გამოწვეულია ხალხისადმი უანგარო, უღალატო სამსახურით, არა პირადი ინტერესებისათვის ბრძოლით, პირადი ბიზნესისთვის, თანამდებობისთვის, რაღაცა პირადი უკმაყოფილები და სხვა და სხვა. ეს რისხვა, რომელიც ჩვენ თავზე უკვე 15 წელია ტრიალებს, მინიმუმ 15 წელი, 97 წლიდან ყოველ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ფრაქცია საქართველოს პარლამენტში, როდესაც ჩვენ მოვიგეთ ადგილობრივი არჩევნები 98 წელს და როდესაც დაავალეს მოქალაქეთა კავშირის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ბირთმა, ისინი ვაშლი ჯვარში იყვნენ დაბანაკებულნი ცნობილ ოფისში, მიხეილ სააკაშვილს, რომ ესწავლა ლაპარაკი შალვა ნათელაშვილის სებურად. სხვა შემთხვევაში მათ პოლიტიკური მომავალი არ ეწერათ. და როგორც თქვენ კარგად დაინახეთ შემდგომში, მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი ეს კლასში ვეძახდით ხოლმე ზუბრიაჩკებს, აი რო იზეპირებდნენ. რა დაიზეპირა ლეიბორისტების ლიდერს? ზუბრიაჩკასავი დაიზეპირა ჩვენი იდეები, ჩვენი პოსტულატები, ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხალხი მოატყუა, რა თქმა უნდა, დაიხმარა სოროსის ფულები, დაიხმარა ბატონ ბუშის მხარდაჭერა, დასავლეთის მხარდაჭერა, ნუ გარე სამყაროც მოატყუა, შიდა სამყაროც მოატყუა, თავისი გაინაღდა და ეხლა წევს 50 მილიონიან ევროთი გატენილ ტახტზე, ის ყანდური რო იჯდა კაშკაზე. ხო რა იცით რა ღირს მისი ტახტი ან საწევს ის უკაც. არა, მოსასვენებლო ოთახში აქვს 50 მილიონი ევრო მუდმივად. ისევე როგორც 3 მილიონი დოლარის საათების კოლექცია. და ფულებზე ისვენებს კარგად. ხო, ეს არის ჩვეულებრივი ყანდურის თვისება, გახსოვთ ყანდური თუთაშხედან, რომელიც კაშკის ტომრებზე იჯდა. მიუხედავად იმისა, რომ ქონდა პოსტი, თანამდებობა, იყო მდიდარი, ის კაშკა ისე უყვარდა ციხიდან გამოყოლილი თვისებით, რომ იმაზე იჯდა. ასე წევს, ნუ ფაქტურად ქვეყანაზე წევს, ის კაცი ჩვენ ბიუჯეტზე წევს, თავისი ბიუროკრატიული დანაშაულებრივი აპარატით, თავისი ძალადობით, თავისი ტყუილებით, თან აი საოცარია. ასეთი ახალგაზრდა კაცი და ასეთი მატყუარა მე ჯერ არ მინახავს.